გიორგი ირაკლი ხო აი ვიღაცა იტყვის რომ კაია ევროკავშირის ქვეყნიდან საუბარი ოპტიმიზმი რა თქმა უნდა ექნება მაგრამ ჩვენ ვხედავთ რომ ქართული ოცნების რეჟიმს არ აქვს რესურსი გარდა თავის უსინდისობაში გაჯიუტებისა. ჩვენ გვიწევს მათ შევეჯიბროთ უსინდისობაში და ვერ ვუგებთ უსინდისობაში. ყველაფრის კადრებაში ვერ ვუგებთ. სად შეიძლება ეს გაწყდეს? როგორ შეიძლება ეს გაწყდეს? აი გიორგი ახობაძე 25 დღით ჩასვეს ციხეში. კაცი, რომელსაც რეჟიმმა პრაქტიკულად დაუჩქარა დედის სიკვდილი. დედამისი, რომელსაც ექიმი გიორგი უვლიდა სპეციფიური მოვლა ჭირდებოდა, ეს კაცი დაიჭირეს არაფრის გამო, ჩაუდეს იარაღი, ისა ნარკოტიკი, მე ვერ დაუმტკიცეს დანაშაული, 9 თვე აყურყუდეს, ამასობაში დედა გარდაეცვალა და თავის ნივთებს რომ ითხოვს, რო დარეკა რამდენჯერმე, 3 კვირის განმავლობაში ცდილობდა გამომძიება და ბოლოს შეიგინა. ანუ კიდე კარგად მოიქცა, ჩემი აზრით, რომ მარტო გინებით შემოიფარგლა და დაიჭირეს 25 დღით. ანუ აი აბსურდამდე ვართ, იქამდე მისული რომ აი ვეღარ წარმოუდგენელია რა უნდა იყოს ამისი. კი, მე მგონია რომ ეგ აბსურდი გასაგებია საქართველოს მოქალაქეებისათვის ფართოდ. ის რომ ვახოსანაიერ ისთვის დაიჭირეს, ის ისთვის დაიჭირეს ახობაძე, რაც ხდება ეგ საკითხები, მე მგონია რომ არ არის რთული ასახსნელი ადამიანებისათვის და მე არ ვიცი, ვიღაცამ შეიძლება ჩათ მაღალი აზრის ვარ ქართულ საზოგადოებას. მე არ მგონია რომ ეს ვინც ამას არ ირჩევს, ვინც სხვანაირად ირჩევს, არჩევანი არის თავის მოსულელება ამ გაგებით. ხშირად ვფიქრობ ხოლმე მაგაზე, იმიტომ რომ ადამიანების შემთხვევაში ხო რა არის, ეს მათ გადაწყვიტეს, ხო, რომ თქვა ბოლო დღეებში არ ნოდარ დუმბაძის თემაზე ესე დაეჯერებინათ, რომ აი ესე თქვა ამოდის. ანუ დაიჯერეს თუ ასე უნდოდა იმ ადამიანს ვინც შეკვეთა მი. სხვანაირად რა უნდა, აბა სხვანაირად უნდა შეხედო, რომ ეს ქვეყანა ჯოჯოხეთშია და ამ ჯოჯოხეთს უჭერენ მხარს. და მათ სჭირდებათ ესეთი რაღაც აი დოზები ნარკოტიკივით მართლა, რომელზეც არიან შემსხდრები რეჟიმის მხრიდან, რომ რაღაცნაირად გახანგრძლივდეს ეს ამბავი. მოკლედ ჩვენ მაინც ძალიან მცირე რაოდენობაზე ვსაუბრობთ ჩვენი საზოგადოების. მე თენგოს რაზეც ლაპარაკობდა, უსვენდე ამაზე მინდა რომ კომენტარი გავაკეთო. რატომ ვართ ესეთ დარწმუნებული მე მაგალითად და რატომ ვუყურებ ოპტიმისტურად ამ პროცესს? იმიტომ კი არა რომ ავტორიტარული რეჟიმები აუცილებლად თავდება და ისტორია აღმავალი კიბია და აუცილებლად საზოგადოებები ყველაფერი კარგისკენ მიდის. არაფერი ეგეთი. გასული საუკუნის პირველ ნახევარში კაცობრიობამ როგორც უკან დაიხია საბჭოთა კავშირის შექმნით და იქით მერე გერმანიაში უმბედურებებით, ეგეთ უკან დახევა საერთოდ არ ახსოვს. ანუ ისტორია არ არის აუცილებლად წინ არ მივდივართ. თავისუფლად შეიძლება უკანაც წავიდეთ და ძალიან სწრაფი ნაბიჯებით ვართ უკან. უბრალოდ ნებისმიერ ავტორიტარულ რეჟიმს აქვს რაღაცა სჭირდება რაღაცა ტიპის კონტრაქტი, სჭირდება რესურსი, რომელთაც ის იარსებებს. ამათ არც ეკონომიკური რესურსი არ აქვს იმის, რომ ეს ქვეყანა არამეზე დააფუძნონ, ხო? როცა ჩვენ რეგიონის ან უფრო ფართოდ ვთქვათ, ჩვენგან ყოფილი საბჭოთა კავშირის სახელმწიფოებზე ლაპარაკობთ, იქ სადაც ავტორიტარიზმია, ის ავტორიტარიზმი და დიქტატურა დგას კონკრეტულ ფინანსურ შემოსავლებზე, ნავთობზე, გაზზე, ბამბაზე. საქართველოს არც ერთი არ გააჩნიებს გავს. ეგ არჩევანი 90 რაზე დგას ამდენი წლის განმავლობაში 15 წელია. ეს არის საქართველოში ყველაზე დიდი ხნის ვადის ხელისუფლება, რომელიც პრაქტიკულად 2018 წლამდე აირჩია, 2016 წელს აირჩიეს ბოლოს. შემიძლია ვთქვა ჩემი დაკვირვება. ბოლო მანდატი რეალური ლეგიტიმაცია, ლეგიტიმური მანდატი მაგათ მიიღეს 2018 წელს ალბათ, ხო? 16-ში აი ძალიან სადავო იყო სალომე ზურაბიშვილის თავს რაც მოხდა, კიდურესად ბინძური გზებით გააკეთეს ეგ, მაგრამ მაგის მერე გადავიდნენ გაყალბების სულ სხვა რეჟიმს. აი თავარი წყალგამყოფი ალბათ ეგ არის მეორე ტური მაშტერის საპრეზიდენტო არჩევნებს. ხო, დგანან აი ამ რაღაცა ტიპის ძარცვით რესურსზე ეკონომიკურზე და მეორე მხრივ დგანან იმაზე, რომ მათ დაპირისპირებული ოპოზიციური რესურსი, ამ შემთხვევაში არა მარტო პარტიები, არამედ მთლიანი სამოქალაქო საზოგადოება არის დეზორიენტირებული. ეგ არის მათ. ამასობაში მინდა გითხრათ, მოგიყვეთ მაპატიეთ ესა გაწყვეტინებ ახლა სულ სხვა თემაზე. თორნიკე თოშხუა, რომელიც თითქმის 1 წელი იჯდა ციხეში არაფრის გამო, ისევ დაიჭირეს, იმიტომ რომ ის გარკვეული ტიპის გამოკითხვას ატარებდა ბანერით და პოლიციამ ეს ბანერი შეურაცხყოფად მიიჩნია და ის ახლა გადაყვანილია ერთ-ერთ პოლიციაში ძველი თბილისში. მაგულზე როგორც გადადიხარ, იქ არ არსებობს მე კონტროლი იმისა, რომ ვიღაცამ განსაზღვროს რა არის საღი აზრს როცა აუქმებ, შესაბამისად მის ტესტსაც აუქმებ და იწყება სრული
განუკითხაობა და მაგ განუკითხაობაში შეაბიჯეს ამათ კარგახანია და ეხლა გადავიდნენ ახალ ეტაპზე, რომელიც ჩემს კიდევ ერთხელ ძალიან გასაგები იქნება საქართველოს ყველა მოქალაქესაც უბრალოდ დავასრულებ იმას, გონია რომ თავარი პრობლემა რატომაც რაზეც შეიძლება იდგეს ამათი მედეგობა, მასალათა გამძლეობა, როგორც თქვენ გომახსენა, ხო? მასალათა მედეგობის მიმართულება. არის სწორედ ის, რომ მათთან დაპირისპირებული მხარე იქნებოდა ოპოზიციური მთლიანად ინფრასტრუქტურა არ არის გამართული. და არ არის ოპოზიცია ხო, იმიტომ რომ სინამდვილეში ამას სჭირდება ძალიან მეთოდური ხედვის მქონე ოპოზიციური ძალა, რომელიც მათ დაუპირისპირდება. სამწუხაროდ ჩვენ ამას ვერ ვახერხებთ. როგორ უნდა გამოიწრთოს ოპოზიციური ფოლადი? მასალათა გამძლეობა. აი სწორედ ამაში იჭედება ეხლა. იმიტომ რომ თქვენ არის აქ ნათქვამი ბოლშევიკების აზრის განვითარების ლოგიკას თუ მივყვები, რასაც შენ ამბობ ირაკლი. ქართული საზოგადოების პრობლემა ახლა არა ქართული ოცნება, არა მეტ ოპოზიციის მყიფეობაა. ანუ თავი პრობლემა ქართული ოცნება არის, იმიტომ რომ ოპოზიციის მხარეს არსებული ვითარებას ფონდი ასე ვთქვათ, იმ ავტორიტარიზმის სახელმძღვანელოში ერთი თავი იმაზეა, შენ ოპოზიცია რა დღეში ყავს, რომ წინააღმდეგობა ვერ ორგანიზდეს. ამიტომ პასუხისმგებლობას ამ ოპოზიციური ლიდერებზეც ასეც ვერ გადავითათ, მაგრამ თავარი არის, რომ ამის ორგანიზება მოხდეს. ანუ პასუხისმგებლობის დაკისრების გარეშე შეგვიძლია ამაზე ვისაუბროთ, იმიტომ რომ დაშვებული შეცდომები განვლილი გზა არის კონკრეტული რაღაცა გზამკვლევივით, რა შეცდომები შეიძლება არ დაუშვა მომავალში. მე მგონია, რომ ამ მხრივ რაღაც გამოცდილება დაგროვილია უკვე. უბრალოდ სამწუხაროდ ჩვენი ოპოზიციური ლიდერებიც ესენიც ადამიანები არიან, ხო? რა ვიცი, ახლა რაღაცნაირად მე ძალიან კრიტიკული ვარ ხოლმე მათ მიმართ ხანდახან, მაგრამ მე რო ხედავ მათ უკან ადამიანს, რომელიც თავზე ერთი წის ქვილის ქვა არ დატრიალებულა, თორე სხვა ყველაფერი მოხდა. და ჩვენ ვთხოვთ რაღაცა მათ ქონდეთ რაღაცა სხვა ტიპის ენერგია ამ ყველაფერში უკან, რომლითაც უცებ სხვანაირად დაინახავენ პროცესს. არ გამოდის სხვა ასე სამწუხაროდ და რაც თავია, როცა ახალ სახელს ვისაუბრობთ, რამე რიგი დგას პოლიტიკაში შემოსვლელების, მსურველების, არაფერი ეგეთი არ ხდება. პირიქით, ასეთი ცოტა ადამიანებისაც პოლიტიკაში მოსვლა უნდა, ასეთი ცოტა ადამიანებისაც ჟურნალისტობა უნდა, ასეთი ცოტა ადამიანებისაც სამოქალაქო აქტივისტ შემოსვლა უნდა, ხო? ბუნებრივად მოხდა ეს, იმიტომ რომ ეს არის საფრთხესთან პირდაპირ ასოცირებული. რა თქმა უნდა, ეს არის პირდაპირ საფრთხესთან ასოცირებული. შეხედეთ რა ხდება უნივერსიტეტებში, ამდენ ადამიანს უნდა ჟურნალისტიკაზე ჩაბარება. იმიტომ რომ ყველაზე სასწავლო პროფესია. სიცოცხლით შედიხარ ამ ბრძოლაში. აღარ არის ეს ის რაც ადრე იყო. სიცოცხლით შედიხარ ამ ბრძოლაში. და შესაბამისად აი ამ რესურსში უნდა რაც არის ადგილზე, ხო? აი ამ რესურსმა უნდა გამოძებნოს თავის თავში რაღაცა ახალი ენერგია.